მშვიდობისა, თქვენ უყურებთ ფოკუსს, მე ნინო მაჭარაშვილი ვარ. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ზომის გამკაცრების მოთხოვნას აპირებს. გარდა ამისა, როგორც დგას თბილისის უფლებამოსილება შეჩერებულმა მერმა ბრიფინგზე თქვა, მის საქმეს ბრალდება სატელეფონო ჩანაწერები დაურთო, მათ შორის უგულავასა და მისი მცირეწლოვანი შვილის მიმოწერა. უფრო დაწვრილებით ყოველივე ამის შესახებ გიგი უგულავა თავად გვესაუბრება. ბატონო გიგი, მოგესალმებთ და დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მშვიდობისა. ბატონო გიგი, მოდით დავიწყოთ ხვალინდელი პროცესით. პროკურატურა აპირებს, რომ მოითხოვოს აღკვეთის ზომის გამკაცრება თქვენს მიმართ. რა პროგნოზები გაქვთ ხვალინდელ პროცესზე? პირველ რიგში ესე ფორმალურად მე ვერ დავადასტურებ, რომ პროკურატურა მას აპირებს, თუმცა ის ქმედებები არის ცალსახა ინდიკაცია იმისა, რომ ამის სურვილი მათ მთავრობას და შესაბამისად პროკურატურას გააჩნია. ეს არ არის პირველი შემთხვევა და არც უკანასკნელი მათი მხრიდან სამწუხაროდ საბედნიეროდ და ჩემი შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს მათი მცდელობა აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შემიფარდონ. მე შინაგანად ამას შეგუებული ვარ. აქ პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს. პრობლემა მდგომარეობს იმ ხერხებსა და მეთოდებში და იმ გავეშებულ სურვილში, რომ ეს შედეგი ყველა ფრის ფასად დაჯდეს. ეს არის მთავარი პრობლემა და ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს გამოიხატა მთელ რიგ ვიტყოდი უზუსტობაში, სამართლებრივ ნონსენსში და ასევე უზნეობაში. უზუსტობა და სამართლებრივი ნონსენსი იყო, როდესაც უქმი შეადგინა გამომძიებელმა პროკურორმა, რომელსაც თარიღების და დროების სპინოზასეული ცოდნა გამოავლინა. თქვენს ვიზიტს დუბლინში, რაზეც პრეტენზია აქვს პროკურატურა. რომ თურმე 22 საათი, როდესაც 5 მარტის, როდესაც ის ესაუბრა ჩემს ადვოკატს, უფრო ადრეა, ვიდრე იგივე დღის 04 საათი და 35 წუთი. ანუ ძალიან კურიოზია და აქედან ასკვნის, რომ მე მივემალე და არ ვიდანამშრომლე გამოძიებასთან. ეს იმდენად ნონსენსია, თქვენც კარგად ხვდებით ალბათ, რომ პროკურორი ოქნში ვერ ანსხვავებს იმას, რომ 5 მარტის 4 საათი და 30 წუთი ადრეა, როდესაც მე საქართველოს დავტოვე, ხოლო 22 საათი იგივე დღის, ანუ 5 მარტის არის შემდეგ, როდესაც ის დაუკავშირდა, როცა მე უკვე ფიზიკურად საქართველოში არ ვიყავი. აი ასეთ ნონსენსთან გვაქვს საქმე და ამითი პროკურატურა ცდილობს დაადასტუროს, რომ მე ვითომ არ ვეთანამშრომლები და ვემალები გამოძიებას. ბატონო გიგი, რაც შეეხება იმ ჩანაწერებს, რაც დაურთეს თქვენს საქმეს. ჩანაწერებს, რომელიც სატელეფონო ჩანაწერებს, რაც დაურთეს თქვენს საქმეს, რაზეა საუბარი? იმ ვაკხანალიდან, რასაც პროკურატურა დღეს სამწუხაროდ გამოძიებას უწოდებს, ვცდილობ რაიმე რაციონალური მარცვალი დავიჭირო მათ ქმედებაში. სავარაუდოდ, ჩემი აზრით, მათი ქმედება, მათი ლოგიკა მოქმედების ეფუძნება შემდეგ რამეს, ერთი ანახონ მოსამართლეს და საზოგადოებას, რომ მე არ თანამშრომლობ გამოძიებასთან, რაც იმაში გამოიხატა, რომ დაზახებისთანავე მე არ გამოვცხადდი და ფიზიკურად ვერ გამოვცხადდებოდი, როგორც გითხარით, ვიყავი იპიპის სამიძე და სხვათა შორის დღეს ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთა იპიპის პრეზიდენტმა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ხოლო მეორე ასპექტი მდგომარეობს იმაში, რომ მე თითქოს კვლავ ვაგრძელებ მერიის მართვას და ამის საილუსტრაციოდ პროკურატურამ მოიყვანა ჩემი SMS მიმოწერა ბატონ რეზო ადამიანთან. ბატონი რეზო ადამია გადაიცვალა, მოგეხსენებათ, მე მიჭირს ამ თემაზე საუბარი, ჩემთვის ეს ძალიან ემოციური საკითხია, რამდენიმე დღის წინ ვისარგებლე შემთხვევით და ჩემს სამძიმარსაც გამოვთქვა. ის დაკრძალეს, ის ბოლო პერიოდში ძალიან ძიმედ იყო ავად და ბუნებრივია მე მასთან ადამიანური ურთიერთობის გარდა მქონდა ეს საკითხი, მას აწუხებდა ეს საკითხი და ეს საკითხი მისამთავრებელი იყო და სამწუხაროდ სამთავრობო ლაბირინტები მართლა ლაბირინტებად გადაიქცა და ჯოჯოხეთად გადაიქცა ადამიანისთვის, იმიტომ რომ არც ერთ თემაზე არც პასუხს გეუბნებიან და ვერ ამთავრებ ამ პასუხს, ვერ ამთავრებ დაწყებულ საქმეს. ბატონ რეზოს იცით რომ გუდაურის დამაარსებელია ერთ-ერთი ათწლეულების წინ და მას მის მეგობრებთან ერთად ჰქონდა მიწა და როცა ჩვენ
დაიწყეთ გუდაურის განვითარებაზე საუბარი, მან და მისმა მეგობრებმა გადმოცა სახელმწიფოს ეს მიწა განვითარებისთვის და ესეთი იყო შეთანხმება, რომ რაც დარჩებოდა, რაღაც სახელმწიფოს გონდოლებისთვის, საბაგიროებისთვის და სხვა ინფრასტრუქტურას არ დაჭირდებოდა, უკან დაუბრუნდებოდა თმა და ეხლა ეს პროცედურა ამ ბოლო პერიოდში ისევ როგორც სამწუხაროდ ბევრი სხვა რამ ამ მთავრობის ხელში გაიჭედა. და თხოვდა დახმარებას ბუნებრივია და მეც ყველანაირად ვცდილობდი და ვეცადე და ეს თემა მივიდა. უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ იმდენიც კი ვერ გაარკვია ამ პროკურატურამ, რომ ეს კონკრეტული საქმე საერთოდ არ ეხება მერიას, ეხლა ეხება ეკონომიკის სამინისტროს, რომელსაც მე არასდროს არ ვმართავდი. მაგრამ ესეც აქვს სურვილი ამ ჩანაწერის გამოქვეყნებისა, თავი დავანებოთ, რომ უბრალოდ უზნეობაა და მართლა კოლბაში არსებობს ეს პროკურატურა და კონტექსტი მაინც უნდა ესმოდეს, რომ ესეთ დროს ესეთი რამე არ უნდა გააკეთო, იმიტომ რომ არც არაფერში არ გჭირდება, მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ბოლოდ ეკონომიკის სამინისტროს ეხებოდა იმ საქმის გაკეთება და ვერანაირად ლოგიკა არ არის იმაში და ვერ გამომდინარეობს ლოგიკად, რომ მე რაიმე ზეგავლენას ვახდენ სასაიმაზე მერის საქმიანობაში, მაგრამ ამის საილუსტრაციოდ. ანუ ეს ორი კომპონენტი მეუთითებს იმას, რომ პროკურატურას უნდა დაერწმუნებინა ამით მოსამართლე, რომ ერთი მე არ თანამშრომლობ გამოძიებასთან და გავიქეცი იპიპის სამიტზე და მეორე ვერევი მერის საქმიანობაში. და რაც შეეხება მიმოწერას თქვენს ქალიშვილთან ამას რა კავშირი შეიძლება გქონდეს საქმესთან? პროფესიონალიზმი. მაგრამ ეხლა მივედი მთავარებას. არც აი ეხლა ეს მიუხედავად იმისა, რომ თანხმდებით, რომ ძალიან არაპროფესიონალურად, ძალიან ზერელე, დილეტანტურად და უზნეოდაც არის ესე თქვა შეფუთული, მაგრამ ლოგიკა გასაგებია ჩემთვის, რომ ლოგიკა არის ის, რომ როგორმე დავარწმუნოთ მოსამართლე, რომ მე ვარ საშიში, როდესაც ვარ გარეთ და როდესაც გადავადგილდები ქუჩაში. მაგრამ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ჩემი და ჩემი შვილის საუბრის გამოქვეყნება. არანაირ ლოგიკაში, არანაირ საჭიროებაში, არანაირ მორალში არ ჯდება. ეს საუბარი არის ჩვეულებრივი ყოფითი საუბარი მამისა და შვილის, რომელიც ეხება ყოფით საკითხებს. მომენატრე როგორ ახარ, ნახვა მინდა შენი, მე ვთხარი რომ დღეს სამცალია და ხვალ შევხვდეთ, იმიტომ რომ მე მივდივარ, მოვიკითხე ჩემი უმცროსი ქალიშვილი თინა, რომელიც ცეკვიდან მოდის, ერთი ფოტოგრაფიას გადის, ჩვეულებრივი ყოფით საუბარია, როგორც შეიძლება 1000 მამას და უამრავ შვილს ერთმანეთში აქვს. რა ინტერესი შეიძლება ქონდეს პროკურატურას, ვერაფრით ვერ ხსნით ამას გადადებული. ერთადერთი შეიძლება იქ ვამბობ, რომ რამდენიმე დღით მივდივარ, მაგრამ ქვეყნის დატოვება მე არ მაქვს კანონით აკრძალული. მე აღკვეთი ღონისძიების შეფარდებების შემდეგ მრავალჯერ დავტოვე ქვეყანა და მრავალჯერ დავბრუნდი და აქ კიდევ გავემეორებ მაგ სიამოვნებას მე არ მივანიჭებ ივანიშვილს და ხარიბაშვილს, რომ სადმე გავიცე და შემდეგ მთელი კამპანია ამაზე ააგო, აი როგორი გარბია ნაციონალები და შესაბამისად ეშინიათ მართლმსაჯულებას გაურბიან და ეს რამე არ მოხდება. მე აქ ვარ, ასად წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ ისე ვიმეორებ, არანაირი ლოგიკა და არანაირი მორალი იმაში არ არის. სხვადასხვა ეხლა ესე ვთქვათ, მთავრობის ერთ-ერთმა დამქაშმა აი არასდროს არ გაუკეთებიაო მთავრობას და საპირწონეთ მომიტანეს ბურჯანაძისა და მისი ვაჟიშვილის საუბარი. ყველაფერს აქვს საზღვარი გარდა ალბათ უტვინობისა. ჩემი არასრულწლოვან ბავშვთან ყოფით თემებზე საუბარი შეადარო ზრდასრული მამაკაცის და დედამისის პოლიტიკურ საუბარს, სადაც იქ გრუს სპეცნაზზე, სისხლის ზღვაზე საუბარი, სადა დედამიწაა, ალბათ დამეთანხმებით განსხვავება და უბრალოდ უზნეობა ამ ორი პარალელის გავლება. და აქვე მინდა ერთი რამე აღვნიშნო და ამით შევაფასებ იმასაც ხდება. ხშირად მეუბნებიან, რომ აი ეს თქვენ დროსაც ხო იყო, მე არ გაურბივარ არანაირ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობრივად არანაირი არავის მოსმენა მევალებოდა და არც არაფერი. მაგრამ ფაქტი არის ერთი რამ, რომ ხალხმა 1 ოქტომბერს ხმამიცა იმას, რომ რაღაცეები რაც არ მოწონდა, გამოსწორებულიყო და რაღაცეები რაც მოწონდა, ის გაგრძელებულიყო. მაგრამ რეალობას დღეს წელიწადნახევრის თავზე ჩვენ ხედავთ აბსოლუტურად საპირისპიროს, ის რაც ცუდი იყო, კიდევ უფრო გაატკეცდა და ის რაც კარგი იყო, გაჩერდა.
სხვანაირად ვერ ავხსნი მე იმას, რომ ღია კარის მტრევით არიან არასამთავრობო ორგანიზაციები დაკავებული ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ უკანონო მოსმენების რეგლამენტაციაზე და მოწესრიგებაზე და მთავრობა ყველანაირად ცდილობს და ბლოკავს ამ ინიციატივას და აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენ ნაციონალური მოძრაობა უერთდებით ამ ინიციატივას და ჩვენი შესაძლებლობის პარკლებში პარლამენტში მხარს დაუჭერთ ამ კანონპროექტს იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე და სტანდარტიზირებული გახდეს ეს პროცედურა და აი ეს უზნეობა რაც არ უნდა სურვილი კონდეს რომელიმე კონკრეტულ პროკურორს აღარ გამოიყენოს, როცა მამისა და შვილის საუბარი გამოყენებულია მე გულწრფელად მაინტერესებს რისთვის ხვალ ალბათ მექნება საშუალება ვკითხო ჩავხედო ჩვენს პროკურატურას თვალებში და ვკითხო რა საჭიროება იყო იმისა რომ გამოექვეყნებინოთ ჩემი საუბარი ჩემს ხალხს. ბატონო გიგი და ბოლო კითხვა მოკლედ რომ მიპასუხოთ თქვენ წეგან თავად ახსენეთ ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის გამოხმაურება ჯოზეფ დაული ამბობს რომ თქვენს მიმართ სამართლებრივი დევნა არის პოლიტიკური ხასიათის და ეს არის ხელისუფლების შურისძიება. ევროპის სახალხო პარტია ყველაზე დიდი ფრაქცია ვიცით და შესაბამისად ყველაზე გავლენიანიც. როგორ ფიქრობთ მის სიტყვებს თუ შეიძლება ქონდეს რაიმე შედეგი? ჩვენ მთავრობა სამწუხაროდ დიდ ყურადღებას არ აქცევს საერთაშორისო პარტნიორების გულისწუხილს სელექციურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით და ამ პრობლემებთან პოლიტიკურ ანგარიშტორებასთან დაკავშირებით მეტიც ის ყველაფერს ცდილობს რომ ეს რაღაცნაირად სხვა ფორმით წარმოაჩინოს ცდილობს და საერთაშორისო ასპარეზზე ვხედავთ რომ შეკითხვები უამრავი ისმევა ამასთან დაკავშირებით მაგრამ ჯიუტად სირაქლემას პოზას იღებს ჩვენი პრემიერ-მინისტრი და საუბრობს იმას რომ მსოფლიოში აღარავის აღარ აინტერესებს ეს თემა ეს განცხადებაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ კონგრესი რომელზეც მეც მკვდა პატივი მიმეღო მონაწილეობა მონაწილეობდნენ ევროპის აბსოლუტურად ყველა ლიდერი რომელიც ან ოპოზიციაშია ქვეყნის ან ქვეყანას მართავს და შესაბამისად დოელის ეს განცხადება წარმოადგენს იმ სულისკვეთებას რომელიც თქვენ სწორედ აღნიშნეთ აქვს ევროპაში მთავარ ფრაქციას არავინ არ ერევა საქართველოს მართლმსაჯულებაში ბუნებრივია ჩვენი გადასაწყვეტია რა და როგორ ვიმოქმედებთ მაგრამ ის რომ სულ უფრო მზარდია იმედგაცრუება ამ პოლიტიკურ შურისძიებას და ანგარიშტორებასთან დაკავშირებით ეს თავისთავად ცხადია და სამწუხაროდ ეს პირველ რიგში ვნებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას და რა თქმა უნდა ვნებს ქვეყნის განვითარებას იმიტომ რომ წელიწად ნახევარი თუ 2 წელიწადია ჩვენ არა სამართლიანობის აღდგენით არამედ ივანიშვილის ვერსიით სამართლიანობის შურისძიებით ვართ დაკავებული და ეს კონკრეტული შემთხვევაც მეც ამას მაფიქრებინებს იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გქონდა ეჭვი რომ ამ ადამიანს აქვს დაუოკებელი ობსესია ფარულ ჩანაწერებსა და მოსმენებთან დაკავშირებით და როგორც ჩანს დღეს ქართული სახელმწიფო ქართული ოცნების ხელში ახალ სიმაღლეებზე ავიდა ამასთან დაკავშირებით რაც მოწმობს მაგალითად ჯეოსელის სკანდალი რამდენიმე კვირის წინ გახსოვს რომ ჯეოსელში ღამე შევარდა ფინანსური პოლიცია და შემდეგ უკვე საჯაროდ გახდა ცნობილი რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოხდა რომ ჯეოსელმა უარი უთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაეზარდა იმ აბონენტების სია რომელიც მოსმენაც არალეგალურად სურდა დღევანდელ ქართულ მთავრობას. დიდი მადლობა ბატონო გიგი რომ ჩვენი სტუმარი იყავით თქვენ გემშვიდობებით ჩვენ კი გადაცემის მეორე ნაწილში დაბრუნდებით და უკვე საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტზე ვისაუბრებთ დაგველოდეთ.